პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საქმიანობის 2014 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში განხილულია საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ანგარიშის თანახმად 2014 წლის განმავლობაში 13 ორგანიზაციის ინსპექტირება განხორციელდა, შემოწმდა 7 საჯარო და 6 კერძო ორგანიზაცია. შემოწმების შედეგად კი გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, რის გამოც 3 უწყება საქართველოს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელ აღსრულების სამინისტრო დაჯარიმდა. 2015 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება ფარული მიყურადების ორეტაპიანი სისტემა, შედეგად ფართოვდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები და იზრდება კონტროლის მექანიზმი. გაიზარდა არსებითად მოქალაქეთა მომართვიანობა, ასევე კერძო და საჯარო სექტორისთვის გაწეული კონსულტაცია 1000 გადააჭარბა, ჩატარდა 13 ინსპექტირება, 21 მოქალაქის განცხადება იქნა განხილული და დადგა კონკრეტული შედეგები. ნახეთ ერთი მაგალითი, როდესაც იგივე ფარული კადრების გავრცელება მოხდა მაღალი თანამდებობის პირის მიერ, აქედან გამომდინარე პირველ რიგში მნიშვნელოვანია საჯარო სექტორთან მუშაობა, ვისაც ხელმისაწვდომობა აქვს ამ ტიპის მონაცემებზე და შემდეგ ეტაპზე ალბათ კერძო სექტორზეც, ვინაიდან ამ ინსტიტუტის უფლებამოსილება აქაც ვრცელდება.